ბედნიერება მოგესალმებით არხ ბედნიერებაზე გადაცემით ულტიმატუმი ელისო ელისაშვილთან ერთად დღეს ჩემი თემაა საქართველოს საფრთხეები და სტუმრად ყავს ლევან ლომინაძე არაჩვეულებრივი პიროვნება ორგანიზაციიდან ნიქოზიიდან სამარყანდამდე ამ ორგანიზაციის ლიდერი და თემურ მაისურაძე საქართველოს ალტერნატიული პარლამენტი ფრაქცია ჰომოფობები ის არის ყოფილი პოლიტპატიმარი დღეს კი ჩემი სტუმარი დღეს უნდა მყოლოდა გადაცემაში აგრეთვე გოდერძი გოდერძე რომელიც ისაუბრებდა წითელაზე უბრალოდ თვითონ აქვს წითელა და ამიტომ გადაწყვიტა რომ შემდეგი გადაცემა გავაკეთო წითელაზე როგორც შემოგდებულ ვირუსზე ის არის პროფესიით კონსპირატოროლოგი და ამ თემაზე კარგად ისაუბრებს მაგრამ ეს იქნება ხვალ დღეს კი ჩემი თემაა საქართველოს საფრთხეები სამი ძირითადი საფრთხე იკვეთება რაც დღეს საქართველოს აქვს ეს არის ავოკადო რომელიც შემოდის დასავლეთიდან ესკიმოსები და ბახაისტების კლანი მე მინდა ავოკადოზე დავიწყოთ ავოკადოს თემით გენმოდიფიცირებული ავოკადო შემოდის საქართველოში და მე როგორც ვიცი თქვენთან არიან მეცნიერები ვინც ამ საკითხს დეტალურად და სკრუპულოზურად იკვლევს მოკლედ როგორც მოგეხსენებათ ეს ავოკადო რომელიც შემოდის როგორც კი გასინჯავთ ეგრევე ხდებით ეს მამათმავალი ეს ეგრეთ წოდებული არ ვიცი როგორ დავიძახო ეს სიტყვა როგორ თქვა არც ვიცი და მოკლედ მამათმავალს დავიძახებ ამ გადაცემაში მოვერიდები მეც და სამწუხაროდ ასია ანუ არც ჭირდება ამას მეცნიერული კვლევა ეგრევე ეთყობა ადამიანს და მიხდი თვითონ ამ ადამიანებმა დაიჩივლეს თუ აი ავოკადო ამ ადამიანებმა არა მაგრამ ძალიან სანდო პიროვნებები არიან ეს მეცნიერები და მე მათი მჯერა და ესენი მოვიდნენ და გამოაცხადეს რომ ნახეს პიროვნება რომელმაც შეჭამა ავოკადო და ეგრევე გახდა მამათმავალი და ამბობენ რომ კიდევ არის რამოდენიმე ესეთი ადამიანები თბილისში რომელ კომპანია შემოაქვს ეს ავოკადო ხომ არ იცით კერძოდ კომპანია არ ვიცით რომელია მაგრამ ეჭვი არის თქვენ ახსენეთ მე მახსოვს წინამთავრობის დროს დაიწყო ეს ავოკადო დიახ ნამდვილად ეს თუ შეიძლება ჩავერთვები მოკლედ ლევანმა მგონი არასწორად თქვა ესევე აგრევე არ იწევს ანუ ამ გამამათმავლებას ბოდიშ მოვითხოვ ამ სიტყვის გამო იწევს რამოდენიმე ხნის შემდეგ თუმცა ერთით საკმარისია რომ მივიღოთ ეს ამ ბრენდის ეგრეთ წოდებული ბრენდის ავოკადო და ну რაღაც დროის მანძილზე აუცილებლად დაგვემართება შეგვეყრება ეს სენი აუცილებლად და ну დავავადდებით ამით და ეს არ არის მხოლოდ ავოკადო მთელი პრობლემა იმაში ვამარებს რომ ეს არ არის მხოლოდ ავოკადო არის უამრავი ტროპიკული მავნეხილი არის ვერსია რომ არის ჩემ მეცნიერებს აქვთ ვერსია რომ ეს ბანანი აი ყველაზე გავრცელებული ტროპიკულ ხილშიც კი არის ეს არ არის აუცილებლად იყოს ეს არის დონეზე იყო მოდი ხარ ფლად ბანანს ნუ გავსვლით ნუ არ ვიცი ძალიან უყვარ ჩემ ბიჭებს ბანანი ჩემი შულები ყოველდღე ნუ ეს არა ხო ნუ ბანანზე ეს ხა მე პირადად არ ვაჭმევ არც ბანანს თქვენ ადრე იყავით სანამ ესე იგი ამ ალტერნატიულ პარლამენტში პარლამენტარი გახდებოდით ეკონომისტი იყავით დიახ სულ მაქვს ეს კითხვა ჩვენ საქართველოს ესე აი მარიამ ღვთისმშობლის კურთხეული მიწა ყველაფერი მოდის თითქმის აი რაში გვჭირდება ეს მე გეტყვით მოგახსენებთ საზღვარგარეთიდან შემოტანილი ცხილი ბოსტნეული პირიქით აქეთ უნდა გავქონდეს მოგახსენებთ ამის თაობაზე ну რა თქმა უნდა ეხა ჩვენ ყველაფერი გვაქვს აბსოლუტურად ყველაფერი გვაქვს მაგრამ უცხოეთიდან ექსპორტი გვჭირდება იმისთვის რომ ჯიბები გაისხელონ კონკრეტულმა ადამიანებმა რა თქმა უნდა ალპობენ აი დააკვირდით სოფლებში გაიარეთ თითქმის ყველა ხეზე არის შერჩენილი ხილი არ კრეფენ პება ნუ სადღაც ხადია შემოტანა გვჭირდება და ნუ იქ რამდენი ფული ხდება ესე მეკაფერი თუ მოკრებდნენ ამ ხილს წინამთავრობის პირობებში იყო მუხარები კი ბატონო იმედი მაქვს მე პირადად რომ ამ შემთხვევაში ამ ხელისუფლების პირობებში ეს ყველაფერი გამოსწორდება მე მგონი უკვე ვადგავართ ამ გზას გამოსწორების და ნახოთ გამოხდება აქვე მინდა ამ თემას გადავაჯაჭვო მეორე თემა რომელიც თქვენ შეიძლება მაყურებელს უფრო სწორედ თქვენ ალბათ უფრო ჩახედულები ხართ ჩვენი მაყურებელი მაინც ახლა ესე ზედაპირულად უყურებს ყველაფერს და არის ის რომ ესკიმოსების მიერ მიწების შესყიდვაც არის პირდაპირ კავშირში ამ ავოკადოს შესახებ თქვა სხვათაშორის მე მაქვს მოვიძიეს პირდაპირ ეს ესკიმოსებს ეხლა რაღაც ქმედითი ღონისძიებები რადგან მთავრობას არ იყო არანაირი ძალა აღეკვეთა ეს ქმედებები თვითონ ეს მოხნული მიწები ამ ესკიმოსებს გადაუსწორა ხალხმა თუ არ იმოქმედებს მთავრობა იმოქმედებს ხალხი დახნავენ გაუსწორებ რისთვის ჭირდებათ ხო ავოკადოს მოსაყვანად მე გეტყვით ეს ესკიმოსები ჩამოდიან ადგილობრივი მოსახლეობა კი წინააღმდეგია, მაგრამ ისინი ქირავობენ ადგილობრივ ჩინელებს, რომლებიც ჩვენთან არიან. ახლა ადგილობრივები გახდნენ სამწუხაროდ. და სხვათა შორის ეს ავოკადო, ეს ავადსახსენებელი ავოკადოც მოყავთ აქ. მაგრამ თქვენ გაგიჩნდებათ კითხვა ავოკადო რას ლაპარაკობთ? ჯვარი მწერია. აი მე გასინჯული მაქვს და აი ქალბატონები
ხალბატონების შემთხვევაში მაგას შემდეგი ვიტყოდი, მაგრამ თემა მოიტანა ვიტყვი, რომ ხალბატონების შემთხვევაში ჩვენი მეცნიერები ახლა უკვე სერიოზული კვლევები ტარდება ჩვენთან, ლაბორატორია გვაქვს კუთხეში. ჯერ არიციან ზუსტად ჭორის დონეზე არსებობს ეგ ინფორმაცია. არა, ქალებში არ იწევს. არ გვიდებიან ხო, რა შეეხება ამ ავოკადოს და ქალებმა მივირთვათ. თქვენ შეგიძლიათ მივირთვათ. ნებავთ ავოკადო, გენდებათ მატონი. თქვენი მშურს რომ თქვენ შეგიძლიათ შვიდად და თამამად მიირთვათ ეს ავოკადო. მოკლედ, რა შეეხება ამ ესკიმოსების კავშირის ავოკადოსთან, შემოაქვთ მიწა რა ყიდულობენ მიწებს, ახვნებირებენ შინელებს და შემოაქვთ ამის თესლები და თესავენ აქ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ეს ხილი არ ხარობს. მათ შემოაქვთ ქიმიური ნივთიერებები კიდევ ამ ქართულ მიწას მაფიაა ჩართული. შემოაქვთ ცისტერნები ტონობით ეს ქიმიური შენაერთები და ქართულ მიწას ესე ამ ჩვენს აბინძურებენ. მამაპაპის ძვლებით გაჟღენთილ და სისხლით მორწყულ მიწას ესე აბინძურებენ ამ ქიმიურ შენაერთებს ასხამენ და ჩვეულებრივად ძალიან ხილით თუნდაც სულ არაფერს იწვევს. ერთი ხელის მოსმით ამოდის ეს თქვენ აი მე წინა გადაცემაში წავდა ჩვენი კონსპიროლოგი რომელიც ამბობდა რომ ეს მასიური განადგურება კაცური გენის ეს ყველაფერი დაკავშირებულია იგივე ესკიმოსები რო არის ამაზე მეგონი აღარ ზღის დაწყებულია ჩვენ და თქვენ ახსენეთ რომ თვითონ მოსახლეობა შედის უსწორებენ ამ მოხმის მაგრამ ეს შენი ერთ დღეს ბატონო ლევან უკვე აღარ იქნება იმდენი რამდენიც ეს ესკიმოსები ხო ან დაეცა რა თქმა უნდა მოშვიდება ძალიან მოშვიდება სხვა გზა არ ექნება შეჭამენ ამ ავოკადოს და გავხდებით გეი სახელმწიფო ნუ მე თქვენთანაც იცით რა შედეგამდე მიგვიყვანს არ გვაქვს ამის მაგალითი არ გვაქვს ამის მაგალითი მაგრამ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ და ვიყოთ ასე მე კი ვიცი ჰოლანდიის მაგალითი და მაგრამ მე მინდა რომ მაყურებელს უთხრათ რა შედეგებამდე იმიტომ ყველა წინ ხო ვერ იხედება ეხლა ჩვენ რა გვიხედებით წინ ჩემი სტუმრები მაგრამ ნუ ხალხი ხო ვერ იხედება წინ თქვენ უთხარით რა შედეგებამდე მიგვიყვანს ეს ყველაფერი ერთი ორი ესკიმოსი გაგიხარდა იქ რაღაც ჩინელი თვალწალ დაალევინა იქ ვიღაცას ზანგი ქალი მოწონს რაღაცა ზანგური პროპაგანდა ხო არის რა თქმა უნდა ძალიან აქტიური თან პროპაგანდა აქტიური ხო და ქართული მე ნახე ჩემი თვალით ნახე ზანგების ოჯახი მოდიოდა ეს ჩვეულებრივად ქუჩაში ხო და აი რა გვიშველება რა დავიღუპებით შედეგი მაგადიეთ სუმეცინება როცა ნერვიულობ შედეგი იქნება ესეთი რომ დავიღუპებით მე მეტი ხა ამაზე ვრცლად რა შეიძლება ესე აი ესე უბრალოდ დავიღუპებით არ ნუ გვაქვს ჯერ შანსი სანამ ლევანი მოღვაწეობს მე მოღვაწეობ თქვენს ფიქრობ რომ შანსი არის გეტყვით მხოლოდ ჩვენი მომავალი თაობა რომ ჩვენ შვილებს აი ესე შთავაგონოთ რომ ეს არის ცუდი მაგრამ რა არის ეს ბავშვები ქუჩაში ვიღაცას აღმა ვიღაც გეი ვიღაცა მაბარა მისცეს ბავშვს თან ისე რასაკეთებენ აპრიალებენ ამას რომ ეს მიმზიდველი იყოს და ეს დასავლური კურსი რეკლამირება ეხა ხო არაფერი არ ეზარება და ქართველებს სულ გვეზარება ჩვენ სამწუხარო ზარმაცი ხალხი ვართ მაგრამ ვართ ნიჭიერები და ეს გადაგვაჩნდება და ვაჟკაცები ნუ ვაჟკაცები რომ აი ბატონი არავითარი შეუძლებელია ჩვენთან ეხა რამე აზრთა სხვადასხვაობა იყოს მე სხვა შემთხვევაში აქ არც დავждდებოდით ერთად ძალიან დიდი მადლობა რომ ეს ერთადერთი გადაცემაა სადაც შეგვიძლია ყველანი დიდი მადლობა ამ გადაცემისთვის მე არ ვიწევ ადამიანებს რომლებიც არ ჯდებიან არქიბედნიერების ფორმატში იმიტომ რომ ჩვენ აქ ნერვების საშლელად არა შენ დიდი მადლობა არც მე არ მოვიდოდი ახლა რომ წონდა რომ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი დავხდებოდა ჩვენ ესე იგი ვისაუბრეთ ეს ჩემთვის არის ამი ძირითადი საფრთხე და თქვენც ამაში მეთანხმება კიდე ხომ არ არის ამი საფრთხე რომელიც შეიძლება მე გამომრჩა ან ვუცებ ვერ იცით რა არის ჩვენ სამწუხაროდ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ სადაც საფრთხებს ვერ გამოდევ ყოველი ახალი რაღაც საფრთხეა თავის თავად უბრალოდ ეს სამი ისეთი ძირეული საფრთხეა და ისეთი ეს არის რომელიც ძალების მანძილზე ფაქტობრივად არის უდიდესი სახელმწიფო ჩათვალეთ რომელიც გეუბნება აი ამ ხელა საფრთხები აი თითო საფრთხე ჩვენ შეგვიძლია იმ ხელაზე ჩავშალოთ და იმდენ ესეთ ლოკალური საშინელი მოდი შეგვიძლია არ ჩავშალოთ იმიტომ რომ არ გვეყოფა ეს კარგით მაშინ მე მინდა რომ თქვენ მაყურებელს მიმართოთ ყველამ თქვენს და დასასრულისკენ წავიყვან ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი უდიდესი მადლობა კიდევ დამატებით ძალიან ბევრი ინფორმაცია მივიღეთ და მიმართოთ მაყურებელს და ხვალამდე დავემშვიდობები მე ხვალ კი ვისაუბრებთ ძალიან მნიშვნელოვან თემას რომელსაც ხვალ გეტყვით კარგით შემიძლია დავიწყოთ თუ დაიწყებთ აი პირიქით აქეთ კამე
ერთია კამერა. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის, დიდი მადლობა ტელემაყურებელს, რომ ამდენი ხანი გვისმინა და არ გადართეთ, ვინც არ გადართეთ, თქვენ ხართ ნამდვილი ვაჟკაცები, ნამდვილი საქართველოს შვილები და მე მინდა მოგმართოთ, რომ ძალიან გთხოვთ. ვინც გადართო არ ეცოდინება. ვინც გადართო რა თქმა უნდა არ ეცოდინება და ვინ ძალიან გთხოვთ. მოუყევით ყველას, ყველა შემხვეთრს მაღაზიაში პურის ყიდვისას, კამფეთის ყიდვისას, ნებისმიერ ადგილას, ვინც კი შეხვდებათ, ყველას მოუყევით, რომ ასეთი პრობლემა დგას საქართველოში, რომ არ გაეკარონ ავოკადოს. მათ შორის გოგონებიც ამ ეტაპზე გოგონებიც მოდით სანამ არ დამტკიცდება ეს არის თუ არა საშიში ან თუ არ არის საშიში. მოკლედ ძალიან გთხოვთ, მოვერიდოთ ავოკადოს. კი ბატონო, მე ლევანმა ისე ვრცლად და კონკრეტულად ილაპარაკა ამ საკითხზე, რომ უკვე მე მართლა ვერაფერს ვერ დავამატებ. დიდი მადლობა ლევან. მე მაინც დაამატოთ. ნუ გეტყვით რომ უფრთხილდეთ არა მხოლოდ ამ საუბრის დასაწყისში აღნიშნე ესკიმოსებზეც მოგახსენებთ. საუბრის დასაწყისში აღნიშნე რომ არა მხოლოდ ავოკადოთი მოდის ეს საფრთხე მოდის ძირითადად ტროპიკულ ხილში არის ახლა ეს ვირუსი თურმე მეცნიერების აზრით რა თქმა უნდა მანგო. კი, არა, ნუ ესენი ახლა რომელიც ჩვენთან არ არსებობს, აი ავოკადო უკვე ძალიან მასიურად არის პაპაია, აი მაგალითად პაპაია თქვენ გინახავთ სადმე? პაპაია არა. მე არ ვიცი როგორ გამოიყურა, არსად არ წერია დავუშვათ, რომ ეს არის პაპაია. აი სუპერმარკეტ მოკლედ პოპულარული შეგიძლიათ. შეიძლება დავასრულებ თუ შეიძლება, მოკლედ ერიდეთ, აი პირველ ეტაპზე ერიდეთ აი ამ ტროპიკულ ხილს, ჩვენ ვიკვლევთ არა მხოლოდ ხილს და საკვე პროდუქტებს, ჩვენ ვიკვლევთ ტანსაცმელსაც, იმიტომ რომ მოიხსენებათ, ტანსაცმელში შეიძლება იყოს. ყველგაში სამაჯურებს შეიძლება იყოს. ყველაფერი ნებისმიერ იმპორტირებულ ნებისმიერ დასავლეთ განსაკუთრებით დასავლეთიდან და იმპორტი ყველაფერში შეიძლება იყოს. მოკლედ საფრთხეში ვართ მეგობრებო. დიახ, მე დავითანხმები ჩემს სტუმრებს და აი ამ სევდიან ნოტაზე მინდა დღევანდელი გადაცემა დავასრულოთ, თუმცა საფრთხის გაუნებელყოფა შეიძლება იმით, რომ ამ საფრთხეებზე რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია გქონდეს ჩვენ და დღეს ჩვენ ჩემი არაჩვეულებრივი პიროვნებებისგან ეს ინფორმაცია მივიღეთ, მოვერიდოთ ავოკადოს, შევუტიოთ ესკიმოსებს, ბახაისტების კლანზე კიდე ცალკე გავაკეთებ გადაცემას, უბრალოდ მე ამ ბახაისტებს აქ ვერ მოვიწვევ ეს გამორიცხულია, მაგრამ კომპეტენტულ პირებს მოვიწვევ, ვინც მათზე გვესაუბრება, გემშვიდობებით ხვალამდე მომავლის იმედით ღმერთს ებარებოდეთ. ნახვამდის. ეხა ის ტიტრებისთვის გავაკეთო, ტიტრებისთვის. აი მე შენ.